We do the Win with Women event virtually here, and we also have the Deputy Speaker of Parliament to see some of the progress they have made at reducing some obstacles facing women in elected office, and that it's about 50-50 believe that women margin of error of about 1.6, and so both men and women are identifying the lack of this to be the case. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მივესალმები ასეთი ღონისძიებების ჩატარებას, იმიტომ რომ დღეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა სამწუხაროდ, რომ საქართველოში იმაზე მეტი პრობლემები არსებობს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გააქტიურება. მით უფრო იმ ძალადობის ფონზე, რომელიც ახლა ქვეყანაშია, ვფიქრობ, რომ ქალების გააქტიურება საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ პრობლემასაც მნიშვნელოვან წილად შეარბილებს. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის მართლაც სამარცხვინო ჩვენი ნებისმიერი ქვეყნისთვის და მით უფრო ჩვენი ტრადიციების მქონე ქვეყნისათვის ეს ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში მიდის ტრადიციული ფასეულობების რღვევა და შემოდის რაღაც ახალი, რომელიც ესეთი ძალადობით წამოვიდა წინა პლანზე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მათ შორის სასჯელის გამკაცრების ჩათვლით იმისათვის, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ნებისმიერი ტიპის ძალადობა ოჯახში, როგორც ქალბატონებზე, ასევე ვთქვათ, არასრულწლოვანებზე, მოხუცებზე და ასე შემდეგ.